საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და ახლა გაშლას თავაზობ სპეციალურად 50 წელს ზევით ადამიანებს. ანუ 50 წელს გადაშორებულებისათვის იქნება გაშლა სპეციალურად. რა იქნება თქვენ ცხოვრებაში, რა სასიამოვნო შეიძლება დაფიქსირდეს თქვენ ცხოვრებაში? რადგან ცუცე ლაპარაკი არც მიყვარს და არც ზოგადად დრო მაქვს. ცუცე სალაპარაკოდ დასაკარგი. ანუ რა ცუდიც არის, ეხლა რა წავა უკეთესობისკენ. ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა შეიძლება უკეთესობისაკენ თქვენ ცხოვრებაში. სიძლიერე მეგობრებო, თქვენ ცხოვრებაში მოდის სიძლიერე. თუ თქვენ ახლა შემთხვევით ავად ხართ, ან სტრესში ხართ, ან განიცდით რაღაცის ნაკლებობას, მინდა გითხრათ, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოდის სიძლიერე. აღარ იგრძნობ თავმოყრობას, აღარ იგრძნობ სტრესს, წავა სტრესი, თქვენ ცხოვრებაში შემოდის სიძლიერე. თქვენ ცხოვრებაში შემოდის ისეთი სიძლიერე, რომელიც განდევნის უკან ყველანაირ ნეგატივს. შესაძლებელია ბევრი ახლა ამ დროისათვის იყოს რაღაცაზე მიჯაჭვული, რაღაც უცე მიჯაჭვული, როგორც თავიდან აღვნიშნე, ესე არკანი არ დაფიქსირებულა, მაგრამ ჩემმა ინტუიციამ მაინც აქეთკენ წამიყვანა. ბევრი შესაძლებელია გრძნობდეს ავადმყოფობას, ბევრი შესაძლებელია იყოს სტრესის ქვეშ. ბევრი შესაძლებელია რაღაც წამალზე იყოს დამოკიდებული, წამალს მაინდა-მაინც ნარკოტიკს არ გულისხმობ მეგობრებო, შესაძლებელია ეს იყოს რაღაც ნების წამალი ან რამე, რომელზედაც უკვე დიდი ხანია არის დამოკიდებული ადამიანი და თქვენ ცხოვრებაში შემოვა ისეთი სიძლიერე, რომ მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ თქვენ ეს წამალი აღარ გჭირდებათ. ან თქვენ აღარ იმყოფებით სტრესში, აღარ ხართ სუდად გამოჯამრთელი, თუ თქვენთან იყო ისეთი ავადმყოფობა, რომელიც უკვე დიდი ხანია იყო თქვენ ცხოვრებაში, ანუ უკვე ქრონიკულში გადასული ავადმყოფობა, შესაძლებელია ამ ავადმყოფობას დაახციოთ, თავი ასეთ ავადმყოფობას გამოხვიდეთ აქ ასეთი ავადმყოფობიდან. აქ არის ისევ ამოვიდა გამარჯვების არკანი, ანუ ბრძოლით დაღლილი ადამიანი. რა აქვს მნიშვნელობა ავადმყოფობაზე მიჯაჭვული და ავადმყოფობასთან ბრძოლაში, ხალხთან ბრძოლაში, რომელი ხალხი თქვენ დაზარალებას ცდილობდა და ამ ხალხს ვერ რჩებოდით და ვერ წყდებოდით ამ ხალხს. აი გამარჯვება მეგობრებო, მეორე არკანი კიდევ, პირველი არკანი ხო ძალა იყო სიძლიერე თქვენ ცხოვრებაში, მეორე არკანმა კიდევ დააფიქსირა გამარჯვება. თუ ასეთი ხალხი იყო თქვენ ცხოვრებაში ნეგატივის მომტანი, რომელიც სტრესს გიქმნიდა და შემდეგ უძლურდებოდით ავადმყოფობით, სწორედ ასეთი ხალხი ადამიანები წავა თქვენი ცხოვრებიდან. ბევრთან შესაძლებელია მოვიდეს რაღაც წვეულება, სადმე დაპატიჟების кейფის, ბევრმა შეიძლება აღნიშნოთ დაბადების დღე. ბევრთან შეიძლება იყოს ძალიან ბევრთან დაფიქსირდეს ქორწინება, ეს იქნება შვილების ქორწინება, ქორწინება ოჯახში. და ეს ქორწინება არ არის თქვენი მეგობრებო, ეს თუმცა იტყვით ახლა 50 წელს გადაშორებული, მნიშვნელობა არ აქვს, შესაძლებელია 50 წელს გადაშორებულთანაც მოხდეს ქორწინება, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში არის თქვენი შვილების და ქორწინება, ძალიან ბევრთან იქნება წვეულება ზეიმი. შვილების ქორწინების კი აქ არის ორი შეყვარებული წყვილი და იმპერატრიცა ქალი. კი მეგობრებო, თქვენ ხართ დედა, თქვენ ხართ ოჯახის ქალი და თქვენ გაიგებთ რა, თუ არ იცით, გაიგებთ, რომ თქვენ შვილს ყავთ შეყვარებული, მოვა ასეთი ინფორმაცია და ვინაც ეს უკვე იცით, ბევრთან იქნება ქორწილი მეგობრებო, ქორწილი. თუ რამე დააბრკოლება გქონდათ, ვერ უხდიდით შვილებს ქორწილს, ეს დაბრკოლება მოისპობა და
აქ არის ორი წყვილი, ორი შეყვარებული და ეს ყველა ვარიანტში არის თქვენი შვილები და თქვენ გადაუხდით თქვენ შვილის ქორწილს ან აღნიშნავთ ამ გექნებათ ამ თემასთან დაკავშირებით სუფრა ოჯახში ან ჯვრისწერა, ხელწერა და ასეთი რამე მეგობრებო და ეს არის თქვენი შვილების თქვენ ხართ მზრუნველი დედა, თქვენ ხართ ძალიან მოსიყვარული თქვენი ოჯახის დამაქალს რომ ეძახიან ისეთი ქალი ხართ, ყველაფერი თქვენ კისერზე გადადის, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული თუ მანდილი ოცნები მიყურებთ. ხო და ძალიან სწრაფი განვითარება აქვს თქვენს ოჯახში ქორწილს, შვილების დაქორწინებას, გადადიხართ მეორე ეტაპზე, ანუ უკვე გადადიხართ ბებია ბაბუის ეტაპზე. თუ დედა ხართ, თქვენ ხართ ზუსტად ისეთი დედა, როგორც აღნიშნეთ, თუ მამები მიყურებენ ახლა მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ ისეთი მამა, რომელიც შვილებს უნაწილებს დედის როლსაც. აგრძნობინებს შვილებს სითბოს, სიყვარულს. გამარჯობა, ვისაც სასამართლო იყო მეგობრებო, ან სასამართლოებრივი რაღაც საკითხი მოსაგვარებელი, მინდა გითხრათ, რომ თვალდახუჭული 100%-იანი გამარჯობა თქვენია. აქ არის სასამართლო და ეს სასამართლო ბევრთან იქნება პირდაპირ გაგებით სასამართლო და სასამართლოზე გამარჯობა, ხოლო ზოგიერთებთან როგორც ქორწილი აუნიშნე, ბევრჯერ ქორწილსაც მიუთითებს ხოლმე ეს კარტი, ამას სხვა დასტურებელი არკანიც აქვს გვერდით და ეს მათ საჯულება და ის მათ საჯულების გვერდით ისეთი კარტი არკანი ამოვიდა, რომელიც ნამდვილ ქორწილს მიუთითებს, ნამდვილ ჯვრის წერას და ქორწინებას მიუთითებს, მეგობრებო, მე თქვენ ბედნიერ ოჯახს გისურვებთ, ბედნიერ ქორწილს და ლხინის სუფრებს გისურვებთ, ყოველივე საუკეთესო თქვენ და თქვენ შვილებს გქონოდეთ და ვინც შეუძლოთ გრძნობთ თავს, მალე და სწრაფი გამოჯანმრთელება მინდა გისურვოთ და იქ როდესაც სტრესი ვახსენე, შესაძლებელია აქ მიყურებდეს დედები, რომლებიც უკვე სტრესს იყო მიცემული, ჯავრს იყო მიცემული, რომ თავის შვილები არ ქორწინდებოდნენ, ან ვერ ქორწინდებოდნენ, ან კიდევ დედის რჩევას არ ითვალისწინებდნენ ამ შემთხვევაში, ამას ჯავრობდნენ, ეს იყო მისი სტრესი და სადარდებელი და უცებ მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ შვილმა სურპრიზი გაუკეთა და შვილი ეუბნება, რომ შეყვარებული ვარ. ან ცოლი მომყავს, ან კიდევ ვთხოვდები და ასე შემდეგ. ეს იქნება თქვენი მომავალი სურპრიზი. ჩემგან თქვენ. ახლა კი დაგემშვიდობებით და ყველანი ძალიან მიყვარხართ.